თამარ ზირაქიაძე გვერდება ესპანეთიდან ის გახლავთ ქართველი ემიგრანტი საღამოშვიდობისა. ქალბატონ თამარ, მადლობა ჩართვისთვის. მოდით პირველ რიგში აღვიწერეთ რა რეაქცია გამოიწვია ემიგრანტებში თქვენს წრეში, თქვენს ოჯახში აი ამ ინფორმაციამ, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური მძიმე პერსპექტივა. არასახარბიელი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ემიგრანტებისთვის, რადგან ასია თუ ისია ვიზა ლიბერაცია, როგორც ჩემ შემთხვევაში დიდი ხნის ჩამოსული ვარ აქ და აი ჩემნაირად წლების წინ, აი 20-25 წლის ჩამოსული ემიგრანტებისთვის იყო რაღაც ახალი კარი გაიღო, რომ თქვათ მათი ოჯახის წევრები ჩამოსულიყვნენ, ეს ერთი ფაქტორი და აქეთ ენახათ რეალურად როგორია ცხოვრება, ხო? იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილი. მეორე ფაქტორი ის, რომ დაიხურება კარი იმ ქართველებისა, თქვათ იმ სტუდენტების, იმ ახალგაზრდების, რომლებსაც რეალურად მართლა სჭირდება ეს ვიზა ლიბერალიზაცია, რადგან შეისწავლონ როგორ ცხოვრობენ მოსახლეობა, ახალგაზრდა, მოხუცი, შუახნის ადამიანი ევროპაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს მომავალმა თაობამ დაინახოს. და რაც მთავარია, ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ელემენტარული მოსახლეობამ შეძლოს გამოვიდეს საზღვარგარეთ, თუნდაც იმ 3 თვით, ძალიან ბევრია, მოდიან 3 თვით, მუშაობენ, ბრუნდებიან ისევ. ეს შესაძლებლობაც ეწურებათ ფაქტიურად მათ, ხო? და იმაზე აღარ ვამბობ, ვინც თქვათ ჩამოვიდნენ და ამით ისარგებლეს და სამუდამოდ დარჩნენ აქ, რომ თქვათ აქედან არჩინონ ოჯახის წევრები, ან ყველანაირად ხელს უშლის არა მარტო მოსახლეობას, თვითონ ქვეყანასაც განვითარების მხრივ, უბრალოდ არ ვიცი რა სარგებლობა ემიგრანტებს გეუბნებიან ახლა რომ საქართველოში ყვავის ბიზნესი, ყვავის ეკონომიკა, რომ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ აქაც ირჩინოთ თავი და შეიქმნათ ესეთი თავმოყარე მომავალი შეუქმნათ საკუთარ უზრუნველი საკუთარ ოჯახებს, შვილებს. გიცდიათ ეს? მე პირადად არ მიცდია, რადგან სურვილი რა თქმა უნდა მქონია, კი, განა არა, მაგრამ ყოველ ჩამოსვლაზე, როცა ვხედავ, რომ ჩამოვდივარ ქვეყანაში, ქვეყანა, რომელიც დავტოვე 2004 წელს და ხვდება იმაზე უარეს მდგომარეობაში, რომელიც მე დავტოვე. აბა ნორმალური ადამიანი იფიქრებს იმას, რომ წავიდეს და იცხოვროს და მისი შვილი რას გულისხმობთ, ქალბატონ თამარ, უარესში? გულისხმობ თუნდაც ინფრასტრუქტურას, ქუჩების მოწესრიგება, ხალხი, მოსახლეობა, იგივე დათგუნული ხალხი, იმაზე კიდე უარესი, ვიდრე ვთქვათ 90-იან წლებში იყო. მაშინ მართალია არ ქონდა დენი, არ ქონდა წყალი, არ ქონდა ხელფასები, სამსახური არ იყოს, ხო? იყო ოჯახები, რომლებიც ფაქტიურად სიბნელეში ცხოვრობდნენ, ხო? არანაირი შემოსავალი, მაგრამ იყო რაღაცნაირად სხვანაირი სიტუაცია მაინც იყო, სითბო იყო. დღეს რო ჩამოვდივარ, კი, ყველას დენი აქვს, ყველას შუქი აქვს, თითქოს მუშაობენ, მაგრამ რადგინდა ისეთი სამსახური, როდესაც გადასახადები გახრჩობს. როდესაც შენი გადასახადებით გინდგიმოშავნია გინდა რა. უბრალოდ ეს არის კიდე ყველაზე ცუდი, რომ აი ხალხი მუშაობს და ხუნდა ეთყობოდეს ადამიანს, რომ ბედნიერია თავისი შემოსავლით, თავისი რაღაცით. არა, ქუჩაში ხალხი მოწყენილი, რაღაცნაირად დადარდიანებული, რაღაცნაირად ისეთია სიტუაცია თვითონ ქალაქშიდაც, რომ აი არ გსიამოვნებს რა ადამიანს, აქედან ჩამოსულს ყოველ შემთხვევაში. ქუჩის მოწესრიგებაზე აღარაფერს აღარ ვამბობ, ბინების, შენობები, კორპუსები, ინგრევა, ხელი თუ არ შეუწყოს, გაალამაზე, აი რაღაცა გააკეთე ქალაქისთვის. ამას გულისხმობ, არაფერის, მე აქედან ჩამოსულს ვერაფერს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, დიდ ქალაქებში კორპუსები შენდება, ისიც უხარისხოდ, მე ნახევარი ინგრევა, ანუ ეს არ არის არაფერი. ქალბატონ თამარ, როდესაც დღეს მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლება ეუბნება მოქალაქეებს, დიდი დოზით ეუბნება ამასთან, ეს არის მათი მთავარი ერთ-ერთი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ ევროპას მოაქვს გარყვნილება.
ამაზე რა პასუხი გექნება თქვენ? როგორ ცხოვრობთ ამ გარყვნილ გარემოში, რა თქმა უნდა, ბჭყალებში? ცოტა უხეშად და შეიძლება უძველად გამოვიდეს ახლა ეკრანზე ფართო საზოგადოებაში, მაგრამ ჩემს ახლობელში და ახლო წრეში ყოველთვის ვამბობ, 21 წელია სექტემბერში, 11 სექტემბერს გამექნება 21 წელიწადი, რაც მე ესპანეთში, ვალენსიაში ვცხოვრობ. არავინ დამჯახებია ქუჩაში, არც ხალი, არც კაცი. არავის ჩემთვის გარყვნილება არ მოუწოდებია, რომ გინდა თუ არა ეს გააკეთე, იმიტომ რომ მე ასე მინდა. არც ჩემთვის, არც ჩემი ოჯახის წევრისთვის და არც არ მქონია ისეთი არც ესპანელებზე მაქვს, არც ქართველებზე ესეთი ინფორმაცია, რომ ვინმე სახლში მივარდნოდეს ან ბოდიში და ლოგინში მივარდნოდეს და გინდა თუ არა ცოლად გამომყევი ან რაღაცა. ასეთი რაღაც მე არ მქონია. ნუ კაცების გათხოვებაზე ალბათ დაძალებაზე საუბარი ზედმეტი ეს სახუმარო თემად იქცა და ეს ფაქტობრივად ჩაფლავდა ეს გზავნილი. აღარ იციან ეს საიდან შეფუთონ, საიდან მოაბანყური, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად მოგზაურობს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ევროპაში, ხედავს რა ხდება იქ და მით უმეტეს ემიგრანტებიც მშვენივრად ხედავთ როგორი გარემოა შექმნილი ორიენტირებული საზოგადოება, სადაც ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც უნდა და არ ჩაიდინოს დანაშაული, იჯებიან მხოლოდ დანაშაულისთვის ადამიანები, იქ არავინ არავის აღრჩობს და მით უმეტეს განსხვავებული აზრისთვის არავინ გდევნის. არავითარ შემთხვევაში რამდენჯერ აი მილიციასთანაც მქონია მე პირადად შეკამათება, იყო ისეთი შემთხვევა, რომ თქვა ჯარიმა არასწორად ამომიწერა, მე თვითონ მივედი, ანუ არასწორია ეს ჯარიმა და გაუქმებულა, ანუ ჯარიმაც რო ჯარიმაა, როცა მილიციერი და სახელმწიფო თანამშრომელი არ ღვევს და რაღაცას ხო და არაკეთებს თავის საქმეს ისე როგორც წესი და რიგია, ის უქმდება, ანუ ის ჯარიმაც კი არ მოწერილა ჩემს მიმართ მაგალითად და ის რო სიტყვის თავისუფლება და ის რო შენ იცხოვრო ისე როგორც შენ გინდა, ის რო შენ ჩაიცვა ისე როგორც შენ გინდა, ისე რომ მოიქცე არანაირი შეზღუდვა მე პირადად კიდევ იმეორებ 21 წელია აქ ვარ, არ მქონია. და ბოლოს მინდა ვიკითხო მაინც აი რა არის თქვენთვის ევროპა, რომლის კარსაც როგორც ძველ მძიმე საბჭოეთში ახლა უხურავს საკუთარ მოქალაქეებს ივანიშვილი და ამბობს რომ ეს კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის. თქვენთვის რა არის ევროპა? 21 წელია როგორც ბრძანებთ, ცხოვრობთ უკვე ევროპაში, ქალაქ ვალენსიაში, ესპანეთში. ჩემთვის პირადად ევროპა არის ის, რომ პირველ რიგში მომავალმა თაობამ და ახალმა თაობამ მიიღოს სრული განათლება, ისწავლონ საკუთარი თავის ფასი, თავიანთი აზრის დაფიქსირების, თავიანთი მიზნების მიღწევის გზისკენ სავალი ნაბიჯების გადადგმაში იყვნენ დამოუკიდებლები. აი, ეს არის ჩემთვის ძირითადად ევროპა. პირველ რიგში ახალგაზრდები. შემდეგ ის, რომ თავისუფლება ჰქონდეს თუნდაც პენსიონერებს. ელემენტარული, აი, ნორმალური საღათმოაზროვნე ადამიანი, რომელიც საქართველოსდან მოდის, თუნდაც რუსეთიდან, იმიტომ რომ აი ბოლო უკრაინის ომის შემდეგ ვალენსია ფაქტიურად გაივსო რუსეთით, ხო? და თვითონაც რუსებიც კი აღფრთოვანებულები არიან თუ როგორ ლაღად ცხოვრობენ ესპანეთში მოხუცები, პენსიონერები. როგორ ყოველ დღე ჩამოდიან უბნის სავარჯიშო ტრენაჟორებზე, როგორ ვარჯიშობენ, როგორ სეირნობენ. აი ეს არის ევროპა, ეს არის წინსვლა ქვეყნის და ამ გზას გვიხურავს ჩვენ დი. ადამიანი ცენტრში და არა რომელიმე ფურის ტომარა მაგალითად ან მისი მოხელეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის კიდევ ერთხელ გასააზრებლად, რომ ეს არ არის მხოლოდ სივრცე მაგალითად, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ღირსეულ სამსახურს პოულობენ, არამედ იმ თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქ არის მთავარი ფასეულობა მოქალაქე, ადამიანი, რომელსაც უფრთხილდება სახელმწიფო. დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ. იმედია, რომ ეს მძიმე ამბავი ჩვენს ქვეყანას არ დაუდგება, რაც განსაკუთრებული სიმძიმით აისახება თქვენზეც ემიგრანტებზე.